პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ჩვენმა კოალიციამ შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრობის. ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი, მე მინდა მას ვუსურვო წარმატებები. ჩვენ დიდხანს მუშაობდით ერთად, ჯერ კიდევ მანამ სანამ პოლიტიკაში მოვიდოთ ერთად. ახლაც უკვე 3 წელი ვიმუშავეთ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა. მე მინდა ვუსურვო წარმატებები კიდევ ერთხელ ბატონ გიორგის, მის გუნდს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, ჩემს გამოსვლაში ყველაფერი იყო აბსოლუტურად ნათელი. არ იყო ბატონო. მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი და როგორც ჩემს გამოსვლაში ეს აღნიშნე, სწორ დროს შევარჩიე ეს ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო. გეგმები მაინც რომ და რატომ ბატონო ირაკლი არ ჩანდა თქვენს განცხადებაში რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? გუნდი წარმატებული ადამიანები გაფასდა, წარმატებული ადამიანები პოლიტიკიდან მიდიან პოსტებიდან. თქვენ ესე ჩემი პრინციპი ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი, რომ ყოველთვის ვცდილობდი, რომ გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც მოღვაწეობდი, მუშაობდი და ასე შემდეგ. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ სწორი დრო შევარჩიე. რა როლი ქონდა ბიძინა ივანიშვილთან თუ შეათანხმეთ ეს გადაწყვეტილება? დაახლოებით მე ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს გვაჩვენებს დრო და ბიძინა ივანიშვილთან თუ შეათანხმეთ ბატონო ირაკლი, ბიძინა ივანიშვილთან თუ შეათანხმეთ მოგესალმებით კოლეგებო, პარლამენტი მასპინძლობთ, ამიტომ თუ შეიძლება ორი სიტყვის მომეცეთ, დიახ. მე მინდა მიმავალ პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ჩემს მეგობარ ირაკლის, დიდი მადლობა მოვახსენო გაწეული საქმიანობისთვის პრემიერ-მინისტრობის პოსტზე, მინისტრად მუშაობის დროს ოპოზიციაში ერთად ბრძოლისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ძალიან ბევრ საქმეს კიდევ ერთად გავაკეთებთ. მე მინდა გიორგი კვირიკაშვილს უსურვო წარმატებები. გიორგი საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა ჩვენს საერთო კოალიციურ კანდიდატად. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ძალიან დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ ეს პროცესი და ახალ წლამდე საქართველოს ყავდეს ახალი მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი პირველი დღიდან დღემდე და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მას უცხადებს სრულნდობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი როგორც ინსტიტუტი ასევე მას გამოუცხადებს ნდობას და იგი ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კიდევ უფრო წინ წაიყვანს ჩვენს ქვეყანას. ეს ცვლილება ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, საქმის წინ წაწევის ინტერესებს და ჩვენ ერთად ვჩებით და ერთად გავაგრძელებთ საქმიანობას. ბატონო ირაკლი, პარტიის თავმჯდომარეობასაც ტოვე? პარტიის თავმჯდომარის შეიძლება ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში თუ გეგმება, იმიტომ არის საუბარი, რომ ერთი წამით რამდენიმე მინისტრმა შესაძლებელია თანამდებობა დატოვოს. იგივე ფინანსთა მინისტრი, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია და თქვენ პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრად ვის მოიაზრებთ? უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლის. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და მე წილად ვხვდა ბედნიერება, რომ ყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი იყო პრემიერ-მინისტრი და ასევე იმ ნდობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში. დიდი მადლობა. ნოდარ ხადური თუ შეინარჩუნებს პოსტს და რაც ცვლილებები ამბობს? რაც შეიძლება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას შევიკრიბებით კიდევ ერთხელ გუნდი და არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, რამოდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს.